მძიმეა, ისინი თელავის საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. კიდევ ერთი უბედური შემთხვევა ამჯერად დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში თბილისთან დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომობილის აფეთქების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ავტომობილში მყოფი მგზავრი კი სხეულის დამწვრობით ამ დრომდე საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მასაც სხეულის მძიმე ფორმის დამწვრობა აქვს მიღებული. დაღუპული და დაშავებული მამაკაცების ასაკი 30-დან 35 წლამდეა. ისინი დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოდან არიან. თვითმხილველების ცნობით გზატკეცილზე დიდი სისწრაფით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი გზის დამცავ ჯებირებს შეეჯახა და ამოტრიალდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარს დიდი ხნის განმავლობაში ვერ პოულობდნენ, რის შემდეგაც ის საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში ავტოსადგომზე აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. კიდევ ერთი უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში კირქვის მომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოში მოხდა. ამავე საწარმოს